მოგესალმებით ჩემო ზრფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ჩვენი ტრადიციული გაშლა, ხო, მომდევნო კვირის პროგნოზი ვნახოთ. ეხლა რას გვეტყვის ტარო. სიგნიფიკაციას გავაკეთებ ეხლა რა ენერგიებში ხართ, ხო? აქ გვაქვს ჩვენ ვინც პირველად არის სამი სფერო. აქ არის ჩვენი საქმიანობა, ფინანსები, ურთიერთობა, აქაც სიგნიფიკაციას ჩავდებ, რომ იქნება სამივე, შეიძლება რეზონირდება, შეიძლება რომელიმე. ვნახოთ ეხლა რა ენერგიებში ხართ, ვისთვის არის დღევანდელი გაშლა. ვნახოთ ეხლა მოემზადეთ. ვნახოთ ჩვენ ესე იგი რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ჩვენ მომდევნო კვირაში. რა ენერგიებს უნდა მივაქციოთ ყურადღება. რას გვეტყვიან, რა დაგვეხმარება ჩვენ, ხო? როცა შენახვა გაფრთხილებული ხარ, ესე იგი უკვე შეიარაღებული ხარ, ხო? так, შემდეგი ვნახოთ ჩვენ. ანუ ჩვენი საქმიანობა, ხო? ვის რა გაქვთ ახლა ეს თქვენ უკვე თვითონ ნახავთ და მე ენერგიებს გეტყვით, შეიძლება ზოგისთვის იყოს სწავლა, ზოგისთვის ბიზნესი, ზოგისთვის სამსახური, ვნახოთ. ვნახოთ ახლა რა, ვნახოთ ჩვენ ესე იგი რა მიდის. რა აღარ გჭირდება უკვე და რა მოდის. так, შემდეგი. ვნახოთ ახლა ჩვენ კიდე ფინანსებშიც რა პრობლემები მიდის. ფინანსებიდან და რა მოდის კარგი. ჩვენ ყოველთვის პოზიტიურზე უნდა გქონდეს განწყობა. так, რა მიდის, რა პრობლემა მიდის, რა მოდის კარგი. ჩვენ პრობლემები არ გჭირდება, ხო? так, და ნუ ურთიერთობაც იგივენაირად ვნახოთ ჩვენ რა დარდი მიდის თქვენი ურთიერთობიდან, ხო? და კარგი რა შემოდის სიახლე, რა შემოდის, რა გაგეხარდებათ, რა დარდი წავა და რა სიახლე თქვენ გაგახარებს. так, всё, აი აქ რაღაცა ცვლილება გაქვთ ურთიერთობაში, ვნახოთ. так, დავიწყოთ ახლა ჩემო ლამაზებო. ოიმე რა კაი პარტი გაქვთ თქვენ. ну, აქ როგორი მომენტი არის, იცით, აქ არის ვისთვის იქნება ძირითადი ინფორმაცია ადამიანისთვის, ვინც მართლა ბევრ დროს უთმობს, ფიქრობს თავის მომავალზე. შეიძლება ფიქრობთ იმაზე, აი თავის ცხოვრებაზე, რა შემიძლია კიდე შევცვალო, იმიტომ რომ გაქვთ თქვენ ბევრი კითხვები, შეიძლება თქვენს თავთან როგორ ჯობია, რანაირად ჯობია, რა შემიძლია გავაკეთო, აი რა, იმიტომ რომ მთვარე ეს არკანი საერთოდ აჩვენებს ყოველთვის, მეტად კლასიკაში ადამიანის პირად დანიშნულებას, ხო? იმიტომ რომ პირადი დანიშნულება ყველას გვაინტერესებს, მაგრამ ზოგჯერ გვეშინია, ზოგჯერ რაღაცას ვერ მოქმედებთ, იმიტომ რომ აქ სოციუმი და ყველაფერი ერთად, მაგრამ აქ თქვენ ახლა ხართ ესეთ პოზიციაში, რომ ну, მაინტერესებს საერთოდ, აი რა მელოდება მე ხა ჩემს ცხოვრებაში, სად წავიდე, სად შემიძლია წასვლა, აი სად შემიძლია ვიყო საჭირო მე პირადად, ხო? ანუ სად არის ჩემი ფული, შეიძლება მაგასაც ფიქრობთ, სად არის ეს სფერო, სადაც არის ჩემი ფინანსები, სად არის, ხო? კი, აი, ну ეძებთ, კი ბატონო. ანუ ეგ არის ზუსტად, რომ ну პრინციპში მე როგორც ყოველთვის ახლა გიბიძგებთ ახლა მატრიცისკენ, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე უნიკალური ჩემი თვალსაზრისით ინსტრუმენტი, ხო? და იქ არის ზუსტად პასუხი, სად არის თქვენი ფული და სად არის თქვენი დანიშნულება და სად არის თქვენი სიყვარული და ყველაფერი შემდეგ, ხო და ну პრინციპში ხართ ეგეთ ენერგიებში, რომ თქვენ ახლა ნამდვილად ეს გაინტერესებთ, რომ გაიგოთ, რომ აი რა სად არის ეს ყველაფერი. ოკეი. კარგით. იმიტომ რომ თქვენ ახლა აქ მე ვერ ვეთქვი, ეცეთ როგორი თემა არის. თქვენ შეიძლება ეძებთ ახალ მიმართულებით, მე არ ვიძახე, რომ აი აქ უსაქმური ადამიანი ზის, მაგრამ აი თითქოს რაღაცა აი ახალი კიდე მინდა, აი კიდე სად შემიძლია მე ვიყო საჭირო. ეს ძალიან კარგი კითხვა რო იცოდეთ, აი ძალიან რა.
იმიტომ რომ აი აქ მაგარი ინტუიციის პატრონი არის ადამიანი და ნამდვილად თქვენ ახლა შეიძლება ან ინფორმაციას ეძებთ, რაღაცებს შეიძლება გითხულობთ, რაღაცას შეიძლება ნახულობთ, ანუ ეძებთ სულ შეიძლება ინტერნეტში რაღაც რავი ChatGPT-ს ეკითხებით, ნუ რაღაცა ეგეთი რომ აი კიდე სად შემიძლია, რომ აქ უკეთესობა გინდა ცხოვრების, გაიგეთ? აი რაღაც ან გრძნობთ თქვენ თვითონ, კიდე ნახეთ, ეხლა იმიტომ რომ ეს არის ხო ინტუიცია არის ყველა ვარიანტი მთვარე, გრძნობთ რომ რაღაცა უნდა შეიცვალოს თქვენს ცხოვრებაში, რაღაცა მე კი აი გრძნობ, იმიტომ რომ ესეც არის ჩვენი ინტუიცია, პრინცესა არის აქ ხმალების რა და თან პლუს კიდე შეიძლება ბევრს კითხულობ, ინფორმაციას აგროვებთ რა, ან ნახულობთ, ან ნუ ხართ აქ რა ვიცი მე ძიებაში ასე რომ ვთქვათ რა. აჰა, так, დაიწყო ხო? არა, დამთავრდა. აქ ნახეთ როგორი საინტერესო ენერგიები მოვიდა ჩვენთან რა. მე არ გამიკვირდება რომ აქ თქვენ შეიძლება იყავით დიდი ხანი ტრანსფორმაციაში. ნუ ესეც ერთგვარი ტრანსფორმაცია ნახეთ, როცა შენ ხვდები, აი აქ არის როგორი ენერგიაც მე ხვდები. რომ რაღაცა გზა მე გამოვიარე, იმიტომ რომ ტუზე ეს არის უკვე რაღაც ახალი გზა, ხო? ანუ ჩვენ ახლა სულ 100 წლზე დავდევართ, გავივლით რაღაცა გამოცდილებას მივიღებთ, კიდე მე აი ასე. აი რო შემოსწავლეებმა კი ხვდებიან ახლა რასაც ლაპარაკობთ, 2-დან 10-მდე გავიარეთ, კიდე 2-დან 10-მდე გავიარეთ ყველა სფეროებში და აი ეს არის ზუსტად ეს სიტუაცია, როცა შენ ნამდვილად რაღაცა კიდე ახალ გზაზე აპირებ წასვლას, გრძნობ, ამას გრძნობ, მაგრამ რა თქმა უნდა ეს რო გრძნობ, ამისთვის არის ტრანსფორმაცია. ანუ რა არის ტრანსფორმაცია? მე უკვე ხვდები რომ რაღაცები რაც ახლა სიტყვაზე შეიძლება უნდა დავტოვო, რაც უკვე მე არ მემსახურება, უნდა დავტოვო, უნდა გადავხედო ის სამსახური, ის ურთიერთობა შეიძლება, ის ქვეყანა, ქალაქი, რა ვიცი, აი სახლი, ყველაფერი, ხო? ანუ მე ვგრძნობ, რომ ჩემი ცხოვრება შეიცვლება, მაგრამ შეიძლება კითხვები ბევრი არის, როგორ, ხო? აი აქ თქვენ ტოვებთ იმას, რაზეც თქვენ დიდი ხანი იყავით დამოკიდებული. აი ტრანსფორმაცია მიდის ძალიან ძლიერი, რომ უკვე მზად ხარ თქვენ დატოვოთ ის, რაც აღარ გემსახურებათ. მორჩა, მოკვდა. всё. იმიტომ რომ დიდი ხანი, აი აქ დიდი ხანი რაღაცებზე იყავით თქვენ მიჯაჭვული, მაგრამ ნახეთ, აი ამ პერიოდში თქვენ კიდე ნახეთ, ეხლა ისეთი სამუშაო ჩაატარეთ რა, იმიტომ გეუბნები ტრანსფორმაციას არ კანს, მე გიხსნით თქვენ ეს როგორი მუშაობს თქვენზე რა. რომ ყველანაირად, რომ ის რა, მე ბევრს ფიქრობდი, აქ ნახეთ, აქ არის даже შემიძლია გითხრათ, რომ აი ზოგს შეიძლება გქონდა ის მატერიალური და სულიერი, ხო? ფიქრობდით, აი როგორ ანაირად მატერიალურზე შეიძლება იყავით ძალიან მიჯაჭვული, ნახეთ. ანუ მარტო მატერიალური, მაგრამ აი ახლა მივხვდით, რომ არ არის მხოლოდ ეს არ მემსახურება, კიდე არის უფრო სხვა რაღაცა და კიდე შეიძლება ფიქრობდით, რომ აი, ნუ აქ რაღაცა დატოვში, ნუ აქ მე ვერ გეტყვით ახლა ამ კარტებით ახლა ურთიერთობა თუ რაც არის, მაგრამ მე შემიძლია ვთქვა ის, რომ აქ თითქოს ნუ რაღაცა შეიცვლება უეჭველი. ნუ ნახოთ ახლა ამ კვირაში რა ხდება. რა ანუ კარიერა სამსახურდა, აჰა, აქ რაღაცა ნახეთ მიდის აი ეს სიტუაცია, რაღაცა სამსახურზე ნახეთ რა მიდის ახლა აქ. შეიძლება ზუსტად აი ეს იმპულსი როცა მოდის ჩვენთან, ხო, რაღაცას გვეუბნება, აქ ცვლილება იქნება, აქ რაღაცა მოიცადეთ, აბა ნახოთ კარგად კიდე. აქ რაზე გვეუბნები თქვენ, რას გულისხმობთ თქვენ, აქ რა მიდის ახლა? აჰა, აი თქვენი მთვარე, ხო? ნუ მომავალი, კი ბატონო, აქ მიდის უკვე თქვენი შპოდვა. აი, აქ ხო მაინც მთვარეში როცა ხარ, მაინც გაქვს რაღაც, აი, რა მელოდება, როგორ იქნება, რანაირადაც წავიდე, აი, სულ რაღაცა შეიძლება შპოდვა, ნერვიულობა გქონდეთ, არ გამოვრიცხავ, იმიტომ რომ ახალი ის ახლა რა არის ახლა ზოგს იმიტომ უჭირს აი აქედან გამოსვლა, იმიტომ რომ აქ უკვე მივეჩვიე მე. აქ მე ეს ცხოვრება რაც მე მაქვს, მე მივეჩვიე ჩემს საქმიანობას, მე მივეჩვიე იმ სახლს, მე მივეჩვიე იმ სამსახურს, მე მივეჩვიე, მე უკვე მაგას აი
ისევ არა, რას ნიშნავს ეს მიჯაჭულობა, რომ ვერ ვტო კომფორტში ვარ და ამიტომ მიჭირს რა, ხა ახალი კი, მაგრამ აი რა არის იმ ახალში, მე აზზე არა ვარ გამიგე და ამიტომ ჩვენ სიტუაციას გვიქმნიან რაღაცა შპოთვები გვეწყება იმაზე, რომ ვგრძნობთ, რომ რამე უნდა შევცვალო, მაგრამ ვერ ვებრაუჭებით და აი აქ ზუსტად ეს თემა იქნება, რომ თქვენ მიხვდებით რა, რომ უკვე დრო არის, რომ შევცვალო. გამიგეთ? და აი შეიძლება სამსახურზე თქვენ თუ გქონდათ რამე შპოთვა, ნერვიულობა, ხომ? ვერ პოვლობდით თქვენს დაუშვოთ ახლა ამ ახალ გზას, აი აქ ეს დასრულდება. ეს თქვენი ძიება დასრულდება. всё, აი გამოხვალთ, იმიტომ რომ ეს მართლა ძალიან ისეთი აუტანელი შეიძლება იყოს მომენტ სიტუაცია, რომ აი ადგილს ვერ პოვლობ, ვეღარ ხვდები რა უნდა გააკეთო, გარეთ წავიდე, არ მინდა წავიდე, და ქალებთან მინდა წავიდე, არ მინდა წავიდე, ეს სიყვარული არის არა, ну აი ესეთი რაღაცები, გაიგეთ, სულ რაღაცა ადგილს ვერ პოვლობ რა. ეს უკვე იმისი ნიშანია, რომ რაღაცა მიდის შენში ცვლილება, რაღაცა სული ცდილობს, რომ რაღაც გითხრას, გაგებინოს, ხო? მაგრამ აი მიჯაჭული რო ხარ რაღაცაზე, ხო? და ვერა, ну მე რაღაცა ხდება და აი აქ ზუსტად სამსახურზე გვეუბნებიან, რომ ну სამსახური რა, ჩვენი საქმიანობაზე, ხო? რომ უკვე აქ დასრულდება ეს შენი შპოთვები. ну ნახოთ მაშინ რას უნდა ველოდოთ, ხო? აი ზუსტად ნახეთ რას უნდა ველოდოთ. აი ზუსტად, ხო? ზუსტად აი 1000%-იანი რაც მე თქვენ გელაპარაკეთ ახლა, ხო? ну იცით თქვენ ახლა უკვე მიცნობთ ვინ ჩემთან დიდი ხანია რომ მე ჯერ ლაპარაკობ, მე ტარო просто უბრალოდ ვიდასტურებს, ხო? ეს ჩემი თვისება თქვენ უკვე იცით. ხო და ზუსტად ეს ნახეთ, აი ეს სიტუაცია, ესე იგი, როდესაც თქვენ გული გტკიოდათ, ეგ სიტუაცია, გული, აი ნახეთ, სული ვახსენე და ექსიანი თასების, ხო მიხვდეთ რა? აქ სული თქვენ გამოგიყვანთ აი ამ ტკივილიდან, აი ამ შპოთვებიდან, მიხვდით, რომ მე არ ვიცი რა გავაკეთო უკვე, კაი, მე რა ვქნა, სად წავიდე, შეიძლება აი კითხვა დაუსვით ხშირად, რომ უფრო მალე მოგივიდეთ თქვენ, პასუხი, რომ აი სამყარო ან ღმერთო, როგორც გინდა თქვენ მიმართეთ, ხო? მე კიდე რა შემიძლია გავაკეთო იმისთვის, რომ თქვათ მეც ვიყო კარგად, ხალხიც ვინც გარშემო იყოს კარგად, ანუ ვისაც მე ვემსახურები, ჩვენ ერთმანეთს ვემსახურებით ყველა, აბსოლუტურად ჩვენ აქ მოვედით ყველა დედამიწაზე იმისათვის, რომ ერთმანეთს დავეხმაროთ, ზოგი ცუდი სიტყვით, რომ ასე წოდებული, ზოგი კარგი სიტყვით, ზოგი ხალათით, ზოგი მხარდაჭერით, მიხვდეთ, ეს ყველაფერი პროცესი არის, სამუშაო პროცესი. აი ტორც რო აცხობ, ხო? იქ არის პროცესი. იქ ახლა შეიძლება ხელი გაისვარო, თქვათ რაღაცა, იქ დაგეფშვა ეს ფქვილი, აი იქ რაღაცა ეს კრემი არ გამოგივიდა თუ რაღაცა კიდე დრო უნდა, ეს ვითომ ასე წოდებული ცუდი პროცესი, მაგრამ აი მე უკვე ეს ფენა რო ადებ, მე არ ვაცხობ ტორტებს просто წარმოადგენაში, მაგრამ ну რაღაც ეს ტკბილეული კი მიყვარს და აი თქვათ ახლა რომ ფენას ჩემდა ქალი მაგარ ტორტებს აცხობ და იმას უყურებ და თქვათ ახლა ეს კრემს რო უსმე მე ამ ვარდებს რო აკეთე, ეს ხო კარგი, ახლა კარგიც და ვითომ ცუდი პროცესი. ამ დროს ეს ქმნის ყველაფერს კარგს. საბოლოოდ ხო, კაი გამოდის, ხო? აი ეგ არის ზუსტად რა. ხო და აი აქ იმიტომ არის ეს მომენტი, რომ თქვენი უკვე თვითონ სული დაგეხმარება, თქვენი სული უსმინეთ თქვენ სულს და ის დაგეხმარება თქვენ აი ამ სიტუაციიდან გამოსვლას, რა გავაკეთო, აი დამთავრდება ეს თქვენი შპოთვა, იმიტომ რომ თქვენ თვით სული გიკარნახებს, თქვენ რა უნდა გააკეთო, დიახ, გაჩვენებს. აი ამ კვირაში ძალიან დააკვირდით აი იმ პროცესს, რომ გავასწორო ასე. დააკვირდით იმ პროცესს, რა პროცესსაც გადიხართ თქვენ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო იქნება ინფორმაცია იცოდეთ რა. რომ გეტყვიან თითქოს აი შენი სული თვითონ გეტყვის რა არის შენთვის კარგი, რითი შეგიძლია კიდე ემსახურო შენ ხალხს. გამიგეთ, იმიტომ არის რომ ნუ ყველა ვემსახურებ, ერთ ბებიასაც რო უვლით, ჩვენ ვემსახურებით მას, ხო? აუცილებელი ხო არ არის ახლა თქვათ მაინც იყო საჯარო ადამიანი და რაღაცა რა, ჩვენ ვემსახურებთ შვილის ოჯახს ვემსახურები, ну აი რაღაცა ეგეთი თემა არის, მიხვდით, რომ საჭირო, აი აქ გეტყვის თქვენ სული, სად უნდა წახვიდეთ, იმიტომ რომ მორჩა ძიება უკვე, მორჩა.
და რა მიდის ფინანსური მდგომარეობიდან, აი ზუსტად ეს სიტუაცია თუ იყო დაუშვოთ, ნახეთ, ამ პროცესში კიდე მინდა გაგაფრთხილოთ, რომ რო არ გქონდეთ ეს შფოთვები. ნახეთ, როცა ადამიანი აქ ხა ეგრევე გეტყვით, რომ მე პრინციპში მივეჩვიე, მე даже აი სიმართლე გითხრათ, აი რო ნახვებს რო უყურო და რაღაცა, აი даже რუსულ არხზეც მომწერეს, რომ იქ ხა მიგდებული მქონდა არხი და რო აი ასეთი საინტერესო ხარ სპეციალისტი და რატო ასე ცოტა გამომწერები, ხო? ან აქაც ხო თქვათ, ხა გამოწერილი შეიძლება თქვათ, ხა ლამის 15,000 აქვს და 1,000-მდე თქვათ 1000 რაღაცას ნახვები აქვს. მაგრამ აი ამაზეც არ ვაქცევ ყურადღებას, იმიტომ ეს ადამიანები ვიღაცა, ვინც არიან, ვისაც უნდა, ხო, აი რამდენიც ხართ, თქვენთვის მე ნამდვილად აი გული სული მართლა ძალიან მადლობელი ვარ, რომ ჩემს გვერდით ხარ, რომ მიწერთ ხოლმე კომენტარებს, აი მაგრები ხართ, აი მართლა უზომოდ დიდი მადლობა, ხო ხდებით, მაგრამ ნახეთ, ეს პროცესი როცა არის, ხო, ჩართული, ეხლა ამ ზომიერებაზე გამახსენდა, შეიძლება მიდის პროცესი ნელა. ნახეთ, როცა შენ ეუბნები, ხა ის რაზე მოვაყოლე აღარ მახსოვს. მაგრამ ნუ მადლობა რომ უნდა მეთქვა კი თავისთავად თქვენთვის. ნახეთ რა ხდება. როცა შენ გინდა გადასვლა ახალ ეტაპზე, შენ ხო იქ უკვე ჩაქსოვილი გაქვს თქვა, თან ხარ ამდენი მინდა, ნუ ახლა ვინც ახლა დავუშვოთ ახლა იცის როგორ ანაირად ხო, აი ჩვენთან ახლა სასრულების ტრენინგზე, ფულის ტრენინგზე მე ვასწავლე. აი როგორ ამ ეს მდგომარეობა ხო, შედიხარ, შენ ხო სამყაროს უგზავნი ხარ, ხო, დავუშვოთ გზავნი ეს, აი ასე მინდა, ისე მინდა რაღაცა და იმისთვის რომ ეს მინდა ასრულდეს, შენ აი ასეთ სიტუაციაზე ცდილობენ მაღალი ძალები, რომ გამოგაგდონ, თქვათ, იმ შენი ძველი მიჯაჭვულობიდან. ხო ხდებით რა, იმიტომ რომ უნდა შეიცვალოს, უნდა დატოვო მაშინ ეს ძველი, რაც შენზე მუშაობდა, იმისათვის, რომ გადაგიყვანოთ შენ ახალში. აბრანაირად, შენ ახლა უნდა ესე იგი რაღაც ან ახალი გააკეთო, ან სხვანაირი მიდგომა უნდა გქონდეს, თუნდაც ხო ელემენტარული. დავუშვათ, თუნდაც ერთი, ნუ იგივე საქმეს შერჩები, მაგრამ იქ რაღაცა უნდა შეცვალო. ხო და ამიტომ აქ ახლა ნახეთ, ეს რა თქმა უნდა იმოქმედებდა ფინანსებზეც. თავისთავად ჩვენ ახლა საიდან მოდის ფინანსები, ხო? სხვათა შორის აი მაგას ვამბობ და ვიტყვი სულ. ეხლა კომენტარი გამახსენდა ერთი, რომ გოგო წერს, რომ მართლა იყო სულ ვარ აი ურთიერთობაზე გადართული და აქ ფინანსებში წავიდა ჩემი საქმეები ცუდად. გამიგეთ, მე სულ გეუბნებით, ესენი არიან ძალიან დაკავშირებული, ამიტომ რომ ვდე ფულზეც რა ქვია მაგას ვიდეოს, ხო და კიდე ჩავწერ მთხოვეს გოგოებმა, ნუ გთხოვთ, ნახეთ ეს ვიდეო ადამიანებო. ისეც მნიშვნელოვანია, ხა ფული თუ არ გექნება, რა გესიყვარულებ, არა, თუ იმედი გაქვს, რომ კაცი მოგიტანს, ნუ კი ბატონო, ახლა თუ ყველას მილიონერები ყავთ, კი ბატონო. მაგრამ აქ არ იქნებოდეთ მაშინ. ახლა ნახეთ რა ხდება, ნუ თუმცა მილიონერების ცოლებს უფრო მეტი პრობლემები აქვს, რომ იცოდეთ თქვენ. ეხლა ნახეთ რა ხდება. აქ ახლა იყო შეიძლება სიტუაცია როგორ, ნახეთ, შეიძლება ერთი კარტიდან მეორე კარტაზე გიწევდა გადარიცხვა ფულის, ხო? მაგრამ აქ დამჭა, ეხლა თქვათ, ნუ მოდელარზე ვთქვათ, 5 ლარი, აქ 10 ლარი, მჭირდება 15 ლარი, აქედან აქეთ აი ეგეთი რაღაცას, ხო, სულ რაღაცას კი ვერ ვეტყვი იმას, რომ არ გქონდათ, მაგრამ აქ იყო პროცესი, რომელიც შეიძლება, ნუ შენელებული, მოდით ასე ვთქვათ, ანუ არ მოდიოდა ისეთი ნაკადი რა. ან ეგრევე შემოვიდა დავხარჯე, რაღაც აი ეგეთი სიტუაცია იყო რა, სადაც აი არ იყო თითქოს ეს ნუ ის რაც თქვენ თქვათ გინდათ, მე არ ვამბობ რომ თქვენ აქ ფული არ გქონდეთ, კი, მე არ ვამბობ რომ აქ ფული, მაგრამ აქ ბევრს მუშაობდეთ თქვენ ძალიან, მაგრამ შეიძლება უბრალოდ აი ხო გითხარით მოვიდა წავიდა და შენელებული შეიძლება იყო ეს პროცესი, კი, მაგრამ აქ თქვენ პრინციპში კი ბევრს მუშაობდეთ, ძალიან ბევრს მუშაობდეთ, აქ ბევრს აკეთებდეთ თქვენ საქმიანობაში, რაღაცაში ყველაფერს აკეთებდეთ, ფულიც მოდიოდა, რასაც თქვენ ემსახურებოდეთ, მაგრამ აი გეუბნეთ, აი აქ მაინც ეს ენერგია უფრო ამას მაჩვენებს, რომ კი თან მოდის, თან მაინც რაღაც აი ვერ ვეტყვი რომ აქ ფული არ გქონდათ, ვერა. ნუ ნახოთ ახლა ჩვენ ამ კვირაში რა იქნება, მაგრამ ნუ აგიხსენეთ პრინციპი რა.
რა, ნუ მე მომწონს, თქვენი არ ვიცი. აქ ნახეთ, ზუსტად გამოდის სიტუაცია, როგორი იცით, რომ თქვენთვის, აი, ფული აუცილებლად შემოვა, თან ნახეთ როგორ, ეხლა თქვენ აქ თუ რამე გქონდათ პრობლემები, აი აქ ნახეთ როგორი სიტუაცია, შეიძლება თქვათ ფული გჭირდებოდათ სხვადასხვა რამისთვის. აი ბევრი რაღაცები და აი ეს ზუსტად ეს მომენტი მე რო გითხარით თქვენ რომ კი შემოდის, მაგრამ როგორც მოდის ისევ მიდის უცბად, ხო? აი სულ ასე მოსული არ არის წავიდა, მოსული არ არის წავიდა, გაიგეთ რა ხდება? მაგრამ ამავდროულად დაგიგროვდათ ბევრი რაღაცა მომენტები. აი ზუსტად და თქვენ შეიძლება ამაზე ნერვიულობდეთ, თქვენ აი აქ ნახავთ გამოსავალს. შეიძლება აი დაწერეთ, ნახეთ მე როგორ ვაკეთებ ხოლმე. აი დავუშვით ყოველ თვეს წერ ხოლმე, რომ მადლობელი ვარ ღმერთის სამყაროსი იმისათვის, რომ მან გადამიხადა და გადახდილია რა, გადახდაზე თქვენ ქართულად სწორედ ხა გააკეთეთ ფორმულირება და ვწერ თქვათ, ეხლა მე რა მჭირდება, თქვათ პირადად მე თქვათ, ხო? მოვლა თქვათ ფრჩხილების, მოვლა თქვათ მის, მოვლა რაღაცები, აი ამას ვწერ თავის ფასებიანა, რამდენი თქვათ მიჯდება ეს ყველაფერი, ბოლოს ვწერ მადლობა, გადახდილია. მიხვდით? მე ვწერ თქვათ ჩემ კიდე დანარჩენ რაღაცებს, ხო? აი იქაც მადლობა გადახდილია. მე ბოლოს ვაჯამებ, даже ვუმატებ კიდე იმ თანხას, სხვათა შორის რამდენიც გამომდის ყოველთვის და ვწერ მადლობა გადახდილია და გეუბნებით, აი ზუსტად ყველაფერი მე ისე მუშაობს, აი როგორც რა გითხრა. აი აქაც გეუბნებენ დაწერე ეს შენი პრობლემები მოდი არ ვთქვათ, ამოცანები, რაც შენ გაქვს, დაწერე ეს ყველაფერი, ხო? თუ ჩამოწერეთ, როგორ არის წერეთ. მიხვდეთ თქვენ რასაც გულისხმობ და აი ნამდვილად ყველა ეს შენი აბსოლუტურად რა სიტუაციებიც გაქვს და აუცილებლად შენ ამაზე მოგივა ფული. აუცილებლად. даже იმაზე მეტი, იმიტომ რომ მზის არკანია. გამიგეთ? даже იმიტომ რომ შენ შეიძლება, იმიტომ რომ 19 ენერგია ეს არის აი თან ფულზე, ხო? ნუ ეს ძალიან კაი ფული მოდის რა. ძალიან კარგი ფული მოდის. კი. აი თქვათ შეიძლება თქვათ, ოჯახისთვის, თუ შვილებისთვის გჭირდა, არა აქვს მნიშვნელობა. თუ სახლესთვის გინდა, რა ვიცი, რაღაცა კარგი დღეობისთვის, მაგრამ ნახეთ, კარგად უნდა იყო პოზიტიურად და პოზიტიურად განწყობა რას ნიშნავს, რომ მე მჯერა, რომ ეს უკვე მაქვს, ეს არის. გამიგეთ, ეს სხვა ტექნიკა, ვინც კი იცის, ახლა ჩემებმა კი, იცით თქვენ, რასაც გულისხმობ და რა უნდა გამოიყენოთ, გოგოებო, ბიჭებო, თქვენ ახლა ვინც ხართ ჩემთან, მე არ ვიცი, შეიძლება სხვასთან დადიან, მე ვიძახეთ ჩემს ადამიანებზე, ვინც მენდობიან, მესწრებიან ჩემ ტრენინგებს, იცით თქვენ, რასაც გასწავლეთ და ეს პოზიცია თქვენთვის უნდა იყოს გასაგებია. რომ აქ რას ნიშნავს ამ შემთხვევაში ეს 10-იანი თასების დანახეთ რამხელა სანთლები. ანუ რას ნიშნავს უბრალოდ ამ შემთხვევაში რომ აანთეთ ეს თქვენი პოზიტიური განწყობა მე მაქვს. ხო? დანარჩენი უკვე იცით თქვენ. სიყვარული მოდით გადავედით ურთიერთობაზე. так, რა მიდის, რა დარდი მიდის. მიდის რა, აი ისეთი დარდი, რომელიც აი თქვენ რომ აი გაუგებრობა, მოდით ასე ვთქვათ. შეიძლება სიტუაცია, რომელიც თქვენთვის აი იყო შემაშფოთებელი, მაგრამ თქვენ დაუშვით არ იცოდეთ რა იქნება, აი ფანტაზიები რა, არ ვიცი რა იქნება, როგორ იქნება, სად მივდივართ, რას მომიტანს, არ მომიტანს, ვიპოვი, არ ვიპოვი, გამოჩნდება, არ გამოჩნდება, აი ეს თემა უნდა წავიდეს. და რა მოდის, მოდით ახლა, რა მოდის. ნახეთ რა მოდის. შეხედეთ просто რა მოდის, გოგოებო, გადავერიე და ბიჭებო. აქ არის დაბრუნება ადამიანის, რომელიც თქვენ გიყვართ, რომელიც არის ნახეთ, აი სიყვარული, ვიზეც ხარ თქვენ დამოკიდებული კარგი თვალსაზრისით ვიძახეთ. მიხვდეთ, ვინც თქვენს გულში არის, ხო? აი აქ იქნება თითქოს გამოჩენა. კიდე ნახეთ რა არის, გეტყვით. ეს კი ვთქვი, ახლა ნაკადიდან, მაგრამ ნახეთ აქ იქნება ჩვენ ხო აქაც გვაჩვენეს, რომ რაზეც იყავე შენ მიჯაჭული, ხო? რაზეც სულ და ვერ ტოვებდი, აი დასრულდება. აქაც ნახეთ. თქვენ განთავისუფლდებით
თქვენი სული განთავისუფლდება იმ სიტუაციიდან, რომელიც თქვენ არ გაძლევდათ საშუალებას, რომ გქონოდათ ამოსუნთქვა, მოდეთ ასე რომ ვთქვათ რა. რომ თითქოს რაღაცნაირად აი იქნება რაღაც სასწაული სიტუაცია, სხვა აი სულს ან თავისუფლებთ თქვენ აი ამ ნერვიულობიდან, რომელიც აი ასე რომ იყავით და კარგით, ნუ მოდით ვნახოთ ეს უფრო კარგად გითხარით, რომ სული რომ განთავისუფლდა, კიდე რას გულისხმობთ თქვენ აქ, იმიტომ რომ აქ გეუბნებით, ნამდვილად აი თითქოს სული განთავისუფლდება, ეს უეჭველე რა. უეჭველე რაღაცას რაზეც იყავი დამოკიდებული, რაც გაწუხებდა, ხო? რაც აი აქ არის როგორი მომენტი, იცით, ნუ აქ შეიძლება ვიღაცა ელოდებოდა ძალიან დიდი ხანი რაღაცა შეტყობინებას, გამოჩენას და იქნება ეს გამოჩენა კიდე. ნუ აი ბედის ბორბალი ხო დაგანახეთ წეღანაც. კი, ნახეთ რა ხდება. განთავისუფლება თქვენი, აქაც მე-13, აქაც მე-13. რაღაცა თქვენში შეიცვლება, თქვენ შეიცვლებით, ძალიან შეიცვლებით თქვენ. გამიგეთ? აი თუ დაუშვოთ თქვენ თვითონ მოქმედებდით, აღარ იმოქმედებთ. ეს 100%-იანი. თქვენში რაღაცა შეიცვლება აუცილებლად. თქვენ რაღაც აი თუ დაუშვათ აი რაღაცაც მოდის რომ ჩემთან ისეთ როგორი ინფორმაცია აი თუ დეჯიკოს როლს თამაშობდეთ დაასრულებთ მაგ დეჯიკოს როლსაც რო იცოდეთ თქვენ რა ანუ თქოს თქვენს ფასს უფრო დაინახავთ კიდე რა ეს რა არის სამი მაღალი არკანი გადავერიე და აჰა აქ როგორი მომენტი არის იცი ძალიან რაღაცა აი გმაყოფილი იქნებით თქვენ ეს ნახეთ ბედეს ბორბალი ხო არის ესეთი თემა რომ შეიძლება ან ცუდი ნუ ცუდი რა არ მეყვარს ეს ცუდი კარგი ნუ ან ერთ მხარეს ბრუნდება სადაც ჩვენ ახლა არ მოგწონს და ან მეორეს აქ მაჩვენებენ რომ ეს ცვლილებები რომელიც შენში მოხდება შენ ძალიან მოგეწონება ბიჭებო თქვენთვის არის იცით როგორ არის აი ქალი რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანი არის ხო მაგრამ აქ ნახეთ აქ დიდი სხვაობა იცოდეთ აქ დიდი სხვაობა თქვენს მიმართ შეცვლის ეს დამოკიდებულებას. რა პენტაკლების პაჟი არის, გაიგეთ? მაინც ასე რომ აჩვენებენ. ნუ შეიძლება პირიქით დაუშვოთ თუ კაცი არის თქვა დიდი თქვენზე ძალიან ბევრად. აი მაგის შეცვლის თქვენს მიმართ დაუშვოთ რაღაც დამოკიდებულებას. თუ არაფერს არ აკეთებდა და არ მოქმედებდა, შეიძლება გააკეთოს რაღაცა ისეთი რაც თქვენ გულს გაუხარდება, მაგრამ ყველა ვარიანტში კიდე კიდე აქ რაღაცა გაყინული სიყვარულის ძრა იქნება, ნახეთ? თუ არ იყო თქვენ სიტუაციაში, თქვათ, არაფერი, ნუ იყო სტაგნაცია, არაფერი არ ხდებოდა, აქ თვითონ იცით როგორი თემა არის ახლა? აი რაღაცა აი თქვენი უმოქმედების გოგოებო, თქვენი უმოქმედების ენერგია, ნახეთ რა სასწაულია. იმოქმედებს ისე, აი რა მომივიდა, იცით ახლა როგორი ალეგორია, აი დაუშვათ ის რო არის დაჟანგული რომ არის, ნახეთ ეს ბორბალი ხო არის, ხო ხდებით რა. ეხა ეს კი არის იმის გემის საჭე ხო, მაგრამ აი წარმოვიდგინე რა, ერთ-ერთ დასწრაში მაქვს ეგეთი 10-იანი. მეგონი აი აქ ამ ვალენტინაში არის. რო ისე რა ქვია, აი დაჟანგული რო არის, გაიგეთ ეს ბორბალი, ნუ გინახეთ რა, აი საათების ბორბალს გავს რაღაცნაირად და აი თითქოს თქვენი უმოქმედება, ხო, იმიტომ რომ ნუ იმპერატრიცა არ მოქმედებს, ხო, იმპერატრიცა იღებს მიმღები ენერგია. აი თითქოს დაატრიალეთ თქვენ ამ თქვენს პარტნიორში რაღაცა ეს ბორბალი შეიძლება აი უჭირდა, მაგრამ რომ მიხვდა რომ თქვენ არ იმოქმედებთ, თქვენ არ გამოჩნდებით, თქვენ არაფერსაც არ იზავთ, აი აქ თითქოს ეს ყინული დადნება, იმიტომ რომ აქ სიყვარული გაიმარჯვებს, მიხვდით? ეს თვითონ მოგძებნის შენ ამ თქვათ ახლა ზღვაში თუ უარს ამბობ და აი რაღაც საინტერესოა, კი. გოგოებო, ვინც წერდით თქვენ სურვილებს, ხო?
ბედნიერებაზე იცოდეთ მოვა. კი, თამოვა კი არა, მოვარდება გიჟივით. მოვა. დაელოდეთ, იმიტომ რომ აქ არის რაღაცა, მხოლოდ ერთი რამე დავიმახსოვროთ, ნახეთ, ჩვენ ხო კვირა ავიღეთ, მაგრამ როცა ასეთი არკანები არის, შეიძლება ცოტა მეტი დრო დაჭირდეს. იცოდეთ, რომ ამ კვირაში არ მოხდება, ესე იგი იცოდეთ, რომ თქვენ, მაგრამ ესეც დაიმახსოვროთ, რომ თქვენ უკვე დაატრიალეთ ეს ბედის ბორბალი. თქვენი არ მოქმედებით, გოგოებს ეხება, ბიჭებს ეს არ ეხება. არა. ეს ეხება გოგოებს, იმიტომ რომ გოგოები აი აქ იყვნენ იმაში მიმღების როლში და სწორედაც აი ამ თავისი მიმღების როლით დაატრიალეთ ბედის ბორბალი ის რომ ის ადამიანი რომელიც იჯდა და დუმდა და არაფერს არ აკეთებდა და მარტო შეიძლება ოცნებობდა უცბად მიხვდება რომ თუ კიდე ასე ვიჯდები ხო დავკარგავ ამ სიყვარულს და ამიტომ აქ იქნება ქმედება, ჩემო ლამაზებო, ქმედება იქნება უეჭველი. აქ შეიძლება თქვენ მაგასაც უკვე ელოდებით რა, იმიტომ რომ აქაც ნახეთ ექვსიანი ხმალების, აქაც ექვსიანი ხმალების. აი ზუსტად თქვენ ახლა, აი აქ თითქოს შეიძლება და ფიქრობდეთ რა გავაკეთო მე იმისათვის რომ ეს თქვა, ნუ დავაძრო რა, თქვა ეს ძრა მივსცე რა სიტუაციას, ხო? შეიძლება ეძებდეთ რამე ინფორმაციას, რა გავაკეთო. აი ზუსტად ნუ პენტაკლების ენერგია ხო იცით ძალიან ნელი ენერგია, ნელი და აქაც გითხრას რომ არაფერს რო არ აკეთებდი ეს უფრო იმოქმედებს ნატო ესე რა ქვია ამ სიტუაციაზე. კი. აქ ექნება გამოსვლა სიტუაციიდან რომელიც იყო აი სადაც ძრა არ ქონდა მიხვდით? აი თითქოს რაღაცას გავაღვიძებთ იმ ენერგიას რა თქვენ თუ იჯეკეთ ახლა აქ კიდე აი მე-15 ისევ აქ მოვიდა ხო ხდებით რა აქ უეჭველი თქვენ გექნებათ ეს სიტუაცია მაგრამ ნახეთ კარგი ის არის რომ თქვენში უკვე ეს მიჯაჭვული არ იქნებით როცა შენ აღარ ახარ მიჯაჭვული შენ უფრო ადვილად შეგიძლია დაელაპარაკო ადამიანს გამიგეთ როცა შენ ძალიან მიეჯაჭვები მე ძნელია გიჭირს რა რაღაცა სისულელებს აკეთებ მაგრამ შეიძლება ეს პაუზაც რომელიც გქონდა თქვენ აი აქ უფრო კიდე ბევრ რამეზე ფიქრობდით, ბევრ რაღაცები გაანალიზეთ თქვენ, ბევრი რაღაცა თქვენში შეიცვალა ძალიან ბევრი, შეიძლება უკვე სხვანაირი მიდგომით იქნებით თქვენს პარტნიორის მიმართ და აქ უკვე ძრა იმიტომ წამოვიდა, იმიტომ რომ ჩვენ როცა გაკვეთილებში ვზივართ, აი აქ ხო? მაგ დროს, რა თქმა უნდა, ორივენმა უნდა ვიმუშაოთ, ნუ ეს არის აი უხილავ ველში ხდება ეს ყველაფერი, ხო ხდებით რა. მაგრამ თქვენთან აი უნდა მოვიდეს რაღაცა ისეთი ისტორია. და всё, მე ახლა დავიწყე როგორც ყოველთვის, გადავედი და უკვე всё. აქ ჩვენ პროგნოზი გვაქვს, ხო გოგოებო? აი ეს პროგნოზი იცოდეთ ურთიერთობას რაც ეხება, შეიძლება აქ ცოტა იმას იზავს რა ქვია, გაიწელება ცოტათი, მიხვდით? კიდე მოდით იცით რა გავაკეთოთ ახლა ჩვენ ვიცი რომ გაინტერესებთ თქვენ მოდით აი მაინც იყოს ამ პროგნოზში 8 მარტი ვისაც აქტუალურია და ვინც ელოდება თქვათ მოლოცვას მოდით გითხოთ ახლა თქვენი პარტნიორი ზოგს ვაფშე არ ახსნა იგი გეფიცებით სიტუაციები არის როცა ერთად ცხოვრობენ ერთად სულ ერთად არიან არ არის არც პაუზები არ დასასრულები ერთად იმათა ვიწყდებათ რომ ამარტის ან სიყვარულის დღეს ან დაბადების დღეს მოლოცვა. იმიტომ რომ არ ახსოვს, არიან ტიპები ეგეთები, გამიგეთ? ყველა ხო სხვა არ ახსოვს. ნუ ამიტომ ზოგჯერ კაცს უნდა უთხრა, რომ ხვალ გახსოვს რა დღეა? ხო და ნუ ნახოთ ახლა თქვენი კაცი რამდენად პასუხისმგებელია, მოგილოცავს თუ არა 8 მარტს, თუ თქვენთვის ეს საინტერესოა. მიიღებთ თუ არა თქვენ მოლოცვას თქვენი პარტნიორისთვის დაავიწყდება თუ არ და რა ღმერთოს 15 არკანი არის რა. ნუ აქ ნახეთ, აქ აი ბევრისთვის იქნება კი პასუხი. ბევრისთვის, მაგრამ შეიძლება ზოგი ცოტა ჩაფიქრდება. გამიგეთ, იმიტომ რომ ნახეთ, ახლა აი პირიქით რო იყოს, ახლა ეს არკანები ვეტყოდე რომ კი 100% ახსოვს კი არა ელოდება, როდის მოვა ეს დღე. მაგრამ აქ ნახეთ, კი ბატონო, ბევრი გაიხსენებს კი არა, იცის კიდევაც და მართლა ელოდება ამ დღეს იმისათვის, რომ თქვათ გამოჩნდეს, მაგრამ ზოგისთვის იქნება, რომ პირიქით, კი ელოდება, კი იცის, რომ ეს არის ის სიტუაცია, რომ მართლა შემიძლია გამოუჩნდე და რამე დაველაპარაკო, ანუ თქვათ, თუ პაუზას ხო გვაჩვენეს, მაგრამ აი აქ შეიძლება ზოგი ვერ იზავს.
იმიტომ რომ ნახეთ, მაგრამ აი ფიქრობს, უნდა სულით გულით რომ მოგწეროს, უნდა ძალიან, მაგრამ აი ეს ცოტა რატო რა ხდება? გოგოება, იცით რა არის? აი თქვენ კი ფიქრობთ იმას, რომ ნამდვილად ელოდებით, აქ უფრო მაჩვენებენ, კი? რომ ელოდებით თქვენ ნამდვილად აქ ეშმაკის ბატონი ეშმაკი არის. ბატონი ეშმაკი არის როგორი ტიპი, იცით რომ თან აერთიანებს, თან შეიძლება რაღაცას აეჭვიანებს რა. ამიტომ აქ даже რას მაჩვენებენ, თქვენ კი ელოდებით ძალიან რა, თქვენთვის მნიშვნელოვანია და მე даже არ გამიკვირდება, რომ ზოგისთვის შეება, ზოგი აქ შეება დედლაინიც და უკვე დასვა, რომ თუ მომწერს და კი ბატონო დაველოდებით თუ არა და ვაფშე სულ კარგად იყავი, შეიძლება. ამას უნდა მოწერა, გაიგეთ, უნდა, მაგრამ იმიტომ რომ გულით, სულით უნდა მოწერა, მაგრამ აი რას იზაო? აი არ იცის. გოგოება, აქ არ იცის. აქ შემიძლია გითხრათ, რომ даже როგორ გეტყოდეთ ახლა, იცით? აქ ნახეთ გოგოება, იმათვის ვინც დიდი ხანი არ იყო გამოჩენილი, ვინ აი დიდი ხანი, ის ფიქრობს, რომ რა თუნდა მას ჩემი გამოჩენა. შეიძლება ფიქრობს, რომ ვაფშე არ ვჭირდები. გამიგეთ? და უკვე დრო გავიდა, რაში უნდა ჩემი მოლოცვა. აი თუ დიდი ხნის პაუზა გქონდეთ, ვისაც არ გქონდა დიდი ხნის პაუზა, ის რას იზავს მერტო? ის მოგილოცავს, კი, ის აუცილებლად მოგილოცავს, ჩამოვა კიდევაც ყვავილებსაც გამოგიგზავნეს და ყველაფერს. მაგრამ აი ეს, ვისაც პაუზა გაქვს, ეს ცოტა შეჩერდება. აქ აი სულ მიზერულ პროცენტს გაძლევთ, რომ რაღაც გამოჩნდება. გამიგეთ რა ხდება, იმიტომ რომ ცოტა ფიქრობს, რომ ძალიან შემიძლია მართო უყურო მაგას შორიდან, იმიტომ რომ აქ შეიძლება დიდი ხანი პაუზა რო არის, არ იცის თქვენ ეს გინდა და თუ არ გინდა და თვითონ ახლა არ უნდა რომ სულელებით გამოჩნდეს ახლა თქვენთან პატარა ბავშვებით, კი? კი. ამ დროს რო გამდენს ფიქრობს თქვენზე. აქ გოგოება მოგვიანებით ეს ადამიანი გამოჩნდება და აქ რაღაცა შეიძლება სამსახური, რაღაცა ეგეთი თემები გქონდეს რა. შეიძლება ფიქრობს ფულზე და რამეზე, ფული არა აქვს რა. და რო ვთქვათ, მოვიდეს და რამე საჩუქარი გაგიკეთოს. მაგრამ აქ როგორი თემა არის? თუ დაუშვთ ადამიანი თქვენგან შორს არის, თუ დაუშვთ ადამიანი ან მივლინებით არის, ან დიდი ხანი პაუზა გაქვთ, მაგრამ აი ვთქვათ არ არის, არა გაქვთ. თქვენ მოგწერს ეს ადამიანი, ხო, ცოტა მოგვიანებით, მაგრამ დასრულდება ეს მივლინება თუ რაც აქ ახლა მაგას, ვის როგორ, ან პერიოდი და აუცილებლად ეს ადამიანი გამოჩნდება, მაგრამ აი გითხარით, ვისაც გაქვთ კომუნიკაცია სიტყვაზე, ნუ ისეთი რომ არა ხართ ახლა სუნთლად ნაწყენი ერთმანეთზე, თქვენთვის რა თქმა უნდა იქნება მოლოცვა. всё, ჩემო სიხარული, მეც გილოცავთ და გისურვებთ სულ ყველას, აი მართლა ქალთა ბედნიერებას და სულ ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ კარგ. მთავარია თქვენი თავი გიყვარდათ, აი იმპერატრიცა იყავით და აი ეს არის ყველაზე მთავარი და რა თქმა უნდა, ასეთ ენერგიაზე კი მოდიან კაცები, იმიტომ რომ მართლა ყველას უნდა თავის გვერდით ყავდეს აი ესეთი ხალი რა, რომ ნამდვილად რომელზეც თავისი თავი უყვარს. მე არ ვიძახე ეგოიზმზე, თქვა და ეგოს სიყვარულზე მე ვიძახე, ვინც თავის თავს აფასებს, უყვარს, უვლის და არ მიდის საპარიხმახეროში და ფჭკილების გასაკეთებლად, მხოლოდ იმისთვის, რომ თქვათ, უნდა მოვიდეს ჩემი პარტნიორი. არა, მე ჩემთვის და მე უკვე მაგ ენერგიაზე მოდის ეს პარტნიორები. всё, გაკოცეთ ბევრი, გელოდებით კომენტარებში.